გამარჯობა. ვაგრძელებთ ფსიქოლოგიის შესწავლას და ეს არის ამ სერიის მეორე ვიდეო, რომელშიც ვისაუბრებთ ფსიქოლოგიის მიზნების შესახებ. პირველ ნაწილში განვიხილეთ თუ რა არის ფსიქოლოგია. პირველი ნაწილის სანახავად შეგიძლიათ გადახვიდეთ ამ ვიდეოს აღწერაში არსებულ ბმულზე, სადაც ნულოვანი დონიდან თანმიმდევრულად შეძლებთ ფსიქოლოგიის შესწავლას. ჩვენ კი დავიწყოთ ფსიქოლოგიის მიზნების შესახებ საუბარი. ფსიქოლოგიას აქვს 4 ძირითადი მიზანი. ესენია ქცევის აღწერა, ქცევის ახსნა, ქცევის წინასწარმეტყველება და ქცევის მართვა. მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი. ამ მიზნების გაგება ძალიან მარტივი ხდება თუ წარმოვიდგენთ, რომ ფსიქოლოგი არის გამომძიებელი. მოგეხსენებათ, გამომძიებელი აკვირდება დეტალებს, აგროვებს მასალებს, ადგენს ვარაუდებს, შემდეგ მოქმედებს ამ ვარაუდებზე დაყრდნობით და იღებს ახალ ცოდნას. ფსიქოლოგიაც ასევეა. საწყის ეტაპზე აღიწერება ქცევა. ეს გულისხმობს პასუხს კითხვაზე რა ხდება. მაგალითად, თუ მოსწავლე კარგად სწავლობდა, მაგრამ დროის მოკლე მონაკვეთში მისი ყოფა ქცევაც და სწავლის დონეც მკვეთრად გაუარესდა, ეს არის ფაქტი. აქ ჯერ მიზეზებს არ ვეძებთ, მხოლოდ ვამბობთ რა ხდება. ქცევის აღწერა ყოველგვარი განსჯის ან შეფასების გარეშე გვაწვდის ყველა იმ ცნობას, რაც შეიძლება ამ ქცევის ახსნისთვის გამოგვადგეს. თუ ოდესმე ამოგიხსნიათ რაიმე მათემატიკური ამოცანა, გეცოდინებათ, რომ ვიდრე რაიმეს ამოხსნიდეთ, ჯერ ეცნობით ამ ამოცანის პირობას. ამ პირობაში გაძლევენ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც უნდა ამოხსნა რაიმე უცნობის მნიშვნელობა. ქცევის აღწერა სწორედ ეს პირობაა. მასში პასუხი არ დევს, ის მხოლოდ გეუბნება რა მოცემულობა გვაქვს. როცა ამ მოცემულობას გავეცნობით, გადავდივართ ქცევის ახსნის ეტაპზე. თუ დასაწყისში ვსვამდით კითხვას რა ხდება, ახლა ვკითხულობთ რატომ ხდება, რამ გამოიწვია ქცევის ცვლილება. ხომ შეიძლება მოსწავლეს მხედველობის პრობლემა გაუჩნდა და დაფაზე ვეღარაფერს ვერ ხედავს და ამის გამო დაკარგა ინტერესი. ან იქნებ თანაკლასელებთან აქვს კონფლიქტი და დიდი სტრესის გამო სწავლას გულს ვეღარ უდებს. იქნებ ოჯახური პრობლემებია. ანუ ქცევის ახსნის ეტაპზე აქცენტს ვაკეთებთ იმ ფაქტორებზე, რაც ამ ქცევას უძღოდა წინ. თუ ქცევის აღწერისას აქცენტს აწმყოზე ვაკეთებთ, ახსნისას მიზეზებს წარსულში ვეძებთ. რა მოხდა ისეთი, რამაც ასეთი შედეგები მოგცა. ვინაიდან ასეთი მიზეზები ერთზე მეტი შეიძლება იყოს, ვაკეთებთ ვარაუდებს და განვიხილავთ ყველა იმ მიზეზს, რასაც შეეძლო ასეთი შედეგის მოტანა. ჯერ არაფერს მტკიცებით ფორმაში არ ვამბობთ, მხოლოდ ვარაუდობთ. შემდეგი ეტაპი არის ამ ვარაუდების გამოყენება ქცევის წინასწარმეტყველებისთვის. მაგალითად, ერთი ვარაუდი იყო მხედველობის პრობლემა. ვაკეთებთ წინასწარმეტყველებას. თუ პრობლემა მხედველობა იყო, მაშინ ამ მოსწავლის დაფასთან უფრო ახლოს დასმით, ან სათვალის გამოყენებით პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ პრობლემა კლასელებთან კონფლიქტია, მაშინ ამ კონფლიქტის მოგვარებით სწავლის დონე ძველებურ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს. თუ პრობლემა ოჯახში არსებული მდგომარეობაა, მაშინ ოჯახური პირობების გაუმჯობესებამ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაც უნდა მოგვცეს. მარტივად რომ ვთქვათ, ქცევის წინასწარმეტყველების ეტაპზე გადავდივართ მომავალში და ვიყენებთ მსჯელობის თუ მაშინ ფორმას. თუ მიზეზია ეს, მაშინ გამოსავალია ის. თუ მიზეზია ეს, მაშინ ადამიანი ასე მოიქცევა. თუ ეს შედეგი მოგვცა ამ მიზეზმა, მაშინ ეს მოქმედებაა ყველაზე სწორი და ასე შემდეგ. წინასწარმეტყველება ასევე მოიცავს იმასაც, თუ როდის არის მოსალოდნელი რაიმე კონკრეტული ქცევის განმეორება. მაგალითად, თუ ამ მოსწავლეს არ შევუმოწმებთ მხედველობას, ან არ მოვაგვარებთ პრობლემებს კლასში, ის საბოლოოდ დაკარგავს სწავლის მოტივაციას. და ბოლოს, წინასწარმეტყველების შემდეგ გადავდივართ ქცევის მართვაზე. ფსიქოლოგი იყენებს იმ ცოდნას, რაც წინა ეტაპებზე მოიპოვა, შემდეგ კი ეხმარება ადამიანს არსებული პრობლემების გამოსწორებაში. ეს 4 მიზანი მოკლედ რომ შევაჯამოთ, მივიღებთ ასეთ რამეს. დავინახე რაღაც ფაქტი, ეს არის აღწერა. მივხვდი რატომ მოხდა, ეს არის ახსნა. მივხვდი ამას რა მოჰყვება, ეს არის წინასწარმეტყველება. ჩავერიე და შევცვალე, ეს არის მართვა. ფსიქოლოგიის მიზნები სულ ეს არის. ფსიქოლოგიის სრული კურსიდან მომდევნო ვიდეო იქნება მეცნიერულ მეთოდზე. როგორ ახერხებს ფსიქოლოგია ამ მიზნების მიღწევას, როგორ ტარდება კვლევები და ასე შემდეგ. თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, ნუ მოვერიდებათ, კითხეთ და სიამოვნებით კი ვასუხებთ. მადლობთ ყურადღებისთვის და ნახვამდის.